აფინანსებს ალეკო ელისაშვილი, სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელი, თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი არის ახლა ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ალეკო, მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად. სანამ დავიწყებდეთ საუბარს, კიდევ ერთხელ მინდა წავიკითხო ის განცხადება, რომელიც დღის ამბების ეთერში ენერგეტიკის საკითხებში ექსპერტმა გიორგი ჭაღიაშვილმა გააკეთა. კადრებში კარგად ჩანს სადარბაზოში, სადაც აფეთქება მოხდა გაზის მრეწველებთან სტაფილოსფერი პოლიეთილენის მილებითაა შეერთებული კომუნიკაციები 2010 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას და დღეს საქართველოში მოქმედებს ტექნიკური რეგლამენტი, სადაც ცალსახად წერია, რომ გაზის კომუნიკაციები უნდა იყოს გაყვანილი მხოლოდ და მხოლოდ ლითონის მილებით, რადგან გაზს აქვს თვისება, რომ აალდეს, გაფართოვდეს და ასე შემდეგ. პოლიეთილენის მილები კი დაუშვებელია, რადგან არ იძლევა გაჟონვის არიდების საშუალებას. თბილისში, სადაც მრეწველების გატანა მოხდა, ყველგან პოლიეთილენის მილებითაა შესრულებული სამუშაო. ეს მილები მხოლოდ ცხელი წყლის მომარაგებისთვისაა განკუთვნილი. ჩვენ მივწერეთ თურქულ კომპანიას 2013 წელს და მივიღეთ პასუხი, რომ ეს მილები მხოლოდ და მხოლოდ ცხელი წყლის შიდა გაყვანილობისთვის გამოიყენება და არა გაზ მომარაგებისთვის, თქვა გიორგი ჭაღიაშვილმა. ამის შემდეგ რა შეგიძლია თქვა? რეალურად მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა, არც არაფრის დრამატიზირებას ვახდენმე, ფაქტიურად გამოდის, რომ ბომბზე ვზივართ. მოგესალმებით, პირველ რიგში უსამძიმრებ გარდაცვლების ოჯახებს და ახლობლებს და ეხლა მთავრობის მიერ, აი გულახდილად ვიტყვი რა, მთავრობის მიერ გლოვის გამოცხადება ეს არის აი ფარისეულობა და ცინიზმი. გლოვის გამოცხადება თუ უნდათ მაშინ უკვე ყირაზე უნდა გადადიოდეს ყველა მერის ზედამხედველობის სამსახური და ყველა რომ სათითაოდ ამოწმებდეს თითოეულ კორპუსს, თითოეულ შენობას. და რა ჩვენ ეხლა ვნახეთ და რაც უბრალოდ რა არის, იცით აი ასეთი ტრაგედიები შეგვაჩეხებს ხოლმე იმ პრობლემებს, რომელზეც ყვირი ვართ და მაინც და მაინც ესეთი ამბავი უნდა მოხდეს, რომ ვინმე რამეს მიაქციოს ყურადღება. ეს არის უპასუხისმგებლობის და კორუფციის და ურბანული ქაოსის შედეგები. და ღმერთმა დაგვიფაროს სად რა მოხდება კიდე. იმიტომ რომ არ შეიძლება ქალაქს ასე მოექცე, არ შეიძლება ასე აშენო, არ შეიძლება ასეთი სამშენებლო ნებართვები გასცე, არ შეიძლება ისეთი კომპანია იყოს ყაზტრანსგაზი, როგორიც არის და არ შეიძლება მერიაში ერთი არქიტექტურის სამსახურში დარწმუნებული ვარ, ფულების ტრიალით მოხდა ამ კორპუსზე ნებართვის გაცემა და მშენებლობა და დარწმუნებული ვარ, კი არა და ითქვა კიდევაც, ხო? ხმამაღლა ითქვა და ოფიციალურად დადასტურდა, რომ ექსპლუატაციაში არ იყო შენობა მიღებული და ხალხი ცხოვრობდა შიგნით. სად იყო მერიის ზედამხედველობის სამსახური? სად იყო? მივა ვიღაცა ჩაუკუჭავენ ჯიბეში, მორჩა და გათავდა. რას აი კორუფციამ მიგვიყვანა აქამდე. და კიდევ სად მიგვიყვანს ღმერთმა უწყის. და ამ უპასუხისმგებლობამ ის კი არა ჰობი და გატაცება კი არა მაქვს რომ ყვირი ვარ და ყვიროდი რომ ასე არ შეიძლება ამ ნებართვებს ესენ უგასცემენ სამშენებლო ქაოსია გასაჩერებელია კი არა ვერთობოდი მაგით აი აქამდე მივყავართ ამ ყველაფერს იქ ვიღაცას რომ ფული ჩაუკუჭა ვიღაცამ რომ თვალი დახუჭა ვიღაცა რომ ასე იქცევა აი ხა წარმოვიდგინეთ ფაქტს გეტყვით თქვენს ქონდა დასაწყისში ხო ოქტომბერში გაიყიდა ყაზტრანსგაზი ჯერ ძველი სახელი ქვია ისევ თორე ყაზახების აღარ არის საქართველოს დედაქალაქში ცხოვრობს მოსახლეობის მე-13 თბილისში და თბილისში არის ეკონომიკური აქტივობის 75-80% და მისი მთავარი და ერთადერთი მომარაგებელი გაზით მომარაგებელი კომპანია იყიდება ოფშორში რეგისტრირებულ რაღაც გაუგებარ კომპანიაზე რომელსაც არც გაზთან ჰქონდა შეხება და არც მსგავს მენეჯმენტთან წარმოგიდგენიათ რომ ოქტომბერში და მთავრობამ ჩამოაწერა 100 მილიონამდე დავალიანება კომპანია ყაზტრანსგაზს. ეს არის აი მთელი კორუფციული სქემა. ამაზე მე ცალკე ვაპირებ მე ლაპარაკს და ცალკე ყვირილს და ამისთვის ვემზადებოდი უბრალოდ ეს ტრაგედია მოხდა და ამიტომ დავწერე მე ჩემთან იქ Facebook-ში. წარმოგიდგენიათ რომ საქართველოს დედაქალაქის თავარი და ერთადერთი გაზ მომარაგებელი კომპანია იყოს რაღაც გაუგებარი კორუფციის შედეგად და კორუფციული გარიგებების ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის ხელში. არა, ძალიან საინტერესო იყო გიორგი ჭაღიაშვილის განცხადება, რომ თურქულ კომპანიას, რომლის მილებითაც არის, თქვათ, მრეწველებზე დაერთებული კომუნიკაციები, პირდაპირ აქვს მითითებული, რომ ცხელი წყლის შიდა გაყვანილობისთვის გამოიყენებაო. ანუ რა დონის რისკი და საფრთხე არის ჩვენს წინაშე, ალბათ ყველა ვიაზრებთ და იმედია მერიის შესაბამისი სამსახურები ამას დაუთმობენ ყურადღებას, თუმცა მე მგონი ასეთი ტრაგედიები არ უნდა იყოს საჭირო იმისთვის, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხს მიექცეს ყურადღება.
კიდევ ერთხელ ამბობ, ზედამხედველობის სამსახური რასაკეთება? საკრებულოში ყოფნის დროს სულ ყვიროდი, რომ ზედამხედველობის სამსახურს უნდა კონდეს მასალების ხარისხის შემოწმების უფლებაც. უნდა ქონოდა ამდეხანს. მარტო დღეს რა შევიან, მივლენ ეს შეხედავენ ვიზუალურად და მორჩა გათავდა. და თან აბა შეხედეთ კორპუსებზე რო ხუჭავენ თვალს და მსგავს რამეებზე რო ხუჭავენ თვალს, იმიტომ რომ ჯიბეში იდებენ ფულს. ვინმე რომ ერთი ფანჯარა გამოჭრას ქუჩაში 10,000 ლარიანი ჯარიმა აქვს იმ წუთას. და გაზის მილების ის რო ცხელი წყლის მეებით იყო გაკეთებული, ეს ვერ შეამჩნია ზედამხედველობის სამსახურმა. რა თქმა უნდა, ამაში ფული აქვს ვიღაცებს აღებული. მაგრამ ეხა ვიღაც აწლებზე გადატეხავენ ჯობს როგორც იციან და გაატარებენ. ამ ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი რა. ანუ ალეკო ფიქრობ რომ ამ საქმეზე ეხა 4 ადამიანია გარდაცვლილი, გამოძიება არ იქნება ჩატარებული სრულყოფილად? ვარკეთილში მეტრო რო თავზე დაემხო ხალხს თავზე. ხო გვახსოვს ერთი წელი შესრულდება ცოტა ხანში 31 იანვარს 30 იანვარს მოხდა ის ამბავი. ვინმეს პასუხი აგებინეს? 9 მილიონი ლარი რო იყო გადახდილი იმ ჭერის ჩამოკიდებაში. იქ ხალხი უბრალოდ გადარჩა. რომ უფრო მეტად მძიმე არ იყო ის ჭერი, რო არ დაუხლიჩა თავები. ვინმეს აგებინეს პასუხი? რომ იბრიქებოდა მაშინ ქალაქის მერი რომ ასე ვიზამ და ისე ვიზამ და შავი სია უნდა გავაკეთო კომპანიებს. ერთი წელია კალაძე თბილისის მერი, ხო? რა ეხლა გამოვიდა რამდენიმე დღის წინ და თქვა რომ შავი სია უნდა გავაკეთო. რა გიშლით ხელს? ზედამხედველობის სამსახურს მეტი რა ფუნქცია აქვს? მაგრამ წარმოიდგინეთ სადამდეადის თვითონ კალაძე ამ კორუფციული სქემის მონაწილე მე გეუბნებით პირდაპირ და ამას მე ფაქტებსაც ვაჩვენებ. რომ ბახტაძემ ოქტომბერში მოაწერა ხელი იმისთვის, რა ქვია, ყაზტრანსგაზისთვის 100 მილიონამდე ვალის ჩამოწერას და 40 მილიონ დოლარად გაიყიდა ქალაქის გაზმომაგრებელი თავარი კომპანია ოფშორში მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებულ იმაზე. ვინს უნდა ედაონ ეხა ვინ ვიღაცა გაზის გამოძახების ტიპებზე უნდა გადატეხონ ჯოხი. როცა პრემიერ-მინისტრი ქალაქის მერი და აი ეს მაკაცარია იყვნენ ამ თელ სქემაში ჩართულები. თავის თავს ხوار დაიჭერენ, ეხა ვიღაც ყველა საწყალს მოძებნიან, წაუთაქებენ, ცოტა ხნით შეუშვებენ, მერე გირაოთი გამოუშვებენ, არ უქნიათ, ვერ იზამენ თუ რა. მაგრამ აქ ყველაზე დიდი პრობლემა იცით რა არის, რომ მართლა გლოვის გამოცხადება თუ უნდათ, ხო? უნდა დარბოდეს თელი ამ ხნის განმავლობაში ის რა ქვია, ქალაქის მერი რომ რაღაცა მოდების ჩვენებას რო აწყობს ყოველ დღე და ხან ვარდისფერი ქუდით რო გადის და ხან რაღაცა ვარდებით მოხატული კურტკით. მაგას კი არ უნდა აკეთებდეს. თავარი პრობლემები, რასაც ლაპარაკობთ, ვირივით უნდა მუშაობდეს, რომ თავარი პრობლემა არის ურბანული ქაოსი და კორუფცია მერიაში. ამის შედეგია, ეს სხვა კი არაფერი არ არის. ამის შედეგია, რომ ვიღაცა აიღო ფული, გასცა სამშენებლო ნებართვა. ვიღაცა მივიდა შესამოწმებლად და ჩაუკუჭეს და თვალი დახუჭა და ხალხი ეწირება ამას. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ პატარა მიწისძვრა მოხდეს თბილისში. რა ჩამოინგრევა, სად ჩამოინგრევა და რა თავზე დაგვენგრევა ღმერთმა უწყის, იმიტომ რომ კაციშვილმა არ იცის რითია აშენებული. აი ზუსტად ვიცი, არაერთი ინფორმაცია მაქვს, რომ არმატურებს იპარავენ მშენებლობის დროს. და ზოგავენ ფულს არმატურებზე, როდესაც კორპუსებს აშენებენ. და წარმოიდგინეთ ფურთხით არის უდიდესი ნაწილი ამ შენობების აშენებული. და ამაზე ვყვიროდი და ამაზე ვყვირივარ, რომ ეს არის გასაკეთებელი, რომ ვაიმე ნახეთ ქალაქი როგორი განათებულია საახალწლო და რაღაცა სიაფანდობებით კი არ უნდა იყოს დაკავებული ადამიანი. 1,700,000 ლარი რო დარჩა და დახარჯეს იმ რაღაცა საახალწლო იმაში კონცერტში, სადაც პირს აღებდნენ ფონოგრამაზე მომღერლები. 1,700,000 დაგემატებინა ზედამხედველობისთვის. მუნიციპალური ინსპექცია თუ რაღაც დაარქვეს. ეხლა და ერბინა ეზო და კორპუს. რომ შეემოწმებინა, არ გვითქვა ამს, არ იცოდნენ თუ რა. და შეწყვიტონ ეს კორუფცია, რომელიც არის, რომ ვინც არ უნდა მივიდეს, მეხინკლე იქნება თუ მეტორტე, ნებისმიერი აშენებს კორპუსს. ალეკო, მოცემულობა გვაქვს ის, რომ მოხდა დიდი ტრაგედია, გარდაცვლილია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი და სპეციალისტები ახლა გვაფრთხილებენ საფრთხეზე, რომელიც რეალურად დღეს გვაქვს დღის წესრიგში. როგორ წარმოგიდგენია ამ სიტუაციიდან გამოსავალი და შენი აზრით შეძლებს თუ არა თბილისის მერია, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში დაიწყოს ყველა იმ საეჭვო კორპუსის შემოწმება, სადაც შეიძლება მსგავსი მასალით არის გაკეთებული გაზის ბუნებრივი აირის. ლევან, ყველა ახალ აშენებული სახლი საეჭვოა. ყველა ახალ აშენებული სახლი საეჭვოა. მიდიან და კანალიზაციას სანიაღვრეზე აერთებენ. სანიაღვრეს კანალიზაციაზე აერთებენ. გაზის მილს რომელს ადაერთებენ თვითონ კანალიზაცია სანიაღვრე ხო ძალიან ისეთია რა, მოსაწყენი ამბავია. გაიხსენეთ ეს კი უგულავად დროს იყო. კწანის ისხევი რომ შეივარდა დახოცა იქ ოჯახი რომ დაიხჭო. ეს სად ამოხეთქავს, სად გადახეთ, არ შეიძლება მარტო ფულის საკეთებელ სივრცედ უყურებდე ქალაქს. და ამ ქვეყანა ზოგადად და არ გაჩაღებული არ შეიძლება კონდეს აღებმიცემება ყველა წესის, ყველა ნორმის და ყველა იმის დარღვევით. ძალიან მარტივს ვიტყვი, კიდევ უფრო მარტივს. სად არის გენგეგმა?
სად არის ამ გენგეგმა რაღაცა აჩემებული კი არა მაგ და სახლში კი არ მინდა წავიღო ეს გენგეგმა მათ შორის ის დოკუმენტი რომელიც ამ ქაოსს აწესრიგებს სად არის კალაძეს წინა საახალწლოდ ვკითხეთ სიტყვა პრესკონფერენცია გქონდა ზაფხულში და თქვა რომ პასუხისგებელი ვარ რომ 1 იანვრიდან ქალაქს ექნება გენგეგმა რომელი იანვარია ეხა 17 ხო არის ქალაქში გენგეგმა არც გენგეგმა მე არ მჭირდება და ჩემს შვილებს არ მჭირდება ყველას გჭირდება და ასეთი დოკუმენტები და რეგულაციები ქალაქში საჭიროა რომ ესე არ ხდებოდეს და რა იცი ჩვეულებრივმა ადამიანმა არმატურა მოპარულია თუ არა იმაში რა იცის რა ბეტონის რა მარკით არის აშენებული შენობა რა იცის ადამიანმა გაზი წესიერად არის გაყვანილი თუ არ არის გამოყვანილი ხო ის საწყლები იძახებდნენ მთელი დღის განმავლობაში ხო იმ იმას რა იცი ჩვეულებრივმა ადამიანმა რა იცი როდის რა დაგემხობა თავზე ახალ აშენებულ შენობაში აი ამას გავიძახი რომ წყალე კილიროა ეს ხელისუფლება კორუფციით აი ესეთი შედეგები მოყვება ხოლმე ამას ნახდათ არ მინდა ეხლა რაღაცა ნიშნის მოგებთ ლაპარაკობდი და გამისკდა წუხანდელის მერე გული ხო რა კადრებს უყურებდით რა უბედურება ეს ბაუშვი და ის ხო ყველა ვართ აი ამ საფრთხის წინაშე როდის რა დაგვეცემა როდის რა აფეთქდება და როდის რა ჩამოინგრევა ღმერთმა უწყის იმიტომ რომ წლებია ქართული ოცნება ფულის კეთების მეც არაფერს არაკეთებს და მე აგიჟია ეს ელისაშვილი იქ რო ყვირის და მოიცარა ნერვებს რატო ვიშლი რა მართლა გიჟი კი არა ვარ ესო ხერი რომ ასეთი რაღაცები არ მოხდეს და საქმე უნდა აკეთოს ამ ხელისუფლებამ საქმე და კალაძე რაღაცა წყლარწვის და რაღაცა დღეში სამჯერ ტანსაცმლის გამოცვლის მაგივრად მართლა რაც არის გასაკეთებელი არ იცის და დაუგდოს ხალხს ყური ვისაც ეს ესმის მე ურჩევ იმ ხალხს მარტო პიარის მრჩევლებს კი ნუ რა ჩაიწვას და რა გამოიცვალოს ეს არის ჯერ პირველი გასარკვევი როგორ აღმოჩნდა იმის რა ქვია ოფშორულ კომპანია იმაში ზონაში რეგისტრირებული კომპანიის ხელში ყაზრანსგაზი ვინ არის ამაზე მადლობა ალეკო კანსტრანსგაზი რატო არ ახორციელებდა წესიერ მენეჯმენტს რატო არ შეწყდა ასეთი ნებართვების გაცემა და რატო არ ასრულებს ზედამხედველობის სამსახური თავის ფუნქციას აი ეს არის ყველაფერი იმედია ამ პასუხი რომ რეალურად მოხდა ის არის გამანაშაული ყველა უნდა წავიდეს და ყველა ის რისკი რომელზეც სპეციალისტები და ექსპერტები საუბრობენ მინიმუმ მერია ალბათ უნდა დაიწყოს პრევენციული ღონისძიებები რათა მსგავსი შემთხვევები მომავალში იყოს თავიდან აცილებული მადლობა სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელს ალეკო ელისაშვილს რომელიც იყო ჩვენი სტუმარი მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მაყურებელს იმ განცხადებას რომელიც იაშვილის კლინიკაში მდებარე სისხლის ბანკის ხელმძღვანელმა ეკა კუკუშუმა გააკეთა სისხლის ბანკის წარმომადგენლები ამბობენ